გითხარი რამე სანამ წაგიყვანე. აბა რა გითხრა? დიახ, თბილისში მივიდა. ციხეში სიტყვის გამო ტელეწამყვანი ვახო სანაია 14 დღიან პატიმრობაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუშვეს, რაც წერდა ჟურნალისტი. მისი სტატუსით ის მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ ეგრეთ წოდებული სქროლვა სქრინვის სააგენტოს რეიდების ფონზე არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძისათვის. ამ პოსტის გამო სანაია დააჯარიმეს და როდესაც ჯარიმის შესახებ ძველი პოსტი გაიხსენა, უკვე დააკავეს. ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რას დაწერენ. აი ამ თავის გადაწყვეტილებებში ჯარიმას, პატიმრობას აბსოლუტურად სულ ერთია. მე იქიდან გამოვალ ისევ გავაგზელებ ჩემი აზრის გამოთქმას, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდებით. ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე, სანის გაუჭირდება და რაღაცნაირად ასახსნელი მექნება ეს ყველაფერი, თუმცა მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, მის ამ ბრძოლაში და რაც შემიძლია თქვა, რომ ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემ თვალწინ პირველად მოხდა წინა დაკავების დროს საქართველოში არ ვიყავი და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა ზოგადად ქვეყანაში, რომ Facebook სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს არის ვახო, ეს ძალიან შოკის მომგვრელია. ქვეყანა სულ უფრო მძიმე ცენზურის რეალობაში შედის, სადაც მართვა დიქტატორის წესებით მოქალაქეებს ხმის ამოღების უფლებასაც კი უზღუდავს. ეს არის იმ ჟურნალისტების შეფასება, ვინც დღეს ვახო სანაიას მხარდასაჭერად მივიდა. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ხსნის, რატომ არის აბსურდული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. ვახო წერდა, რომ შალვა პაპუაშვილი არ არის და ნუ ეძახით მას და ასევე ბოჟაძეც არ არისო და პრაქტიკულად არ ვიცი სასამართლომ დაადასტურა რომ ეთყობა არიან ისინი და ამიტომ როგორც დამნაშავე დააკავეს ვახო სანაია. აი ყველაფერი იმისთვის რომ შალვა პაპუაშვილმა თქვას რომ მე არა ვარ და ამით ერთადერთი რასაც ამტკიცებს არის საპირისპირო. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვინც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14 დღით პატიმრობაში გაუშვეს. სახეზეა ჟურნალისტის სამაგალითო დასჯა. ეს არის მედიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების დასკვნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ცდილობდა გაემართლებინა კრიტიკული მედიის მთავარი ტელესახის პატიმრობაში გაშვება. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს ხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ეს რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხყოფელი გამოხატვისაგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც რეალურად იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა მის გავრცელებას. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, თუმცა საია ფიქრობს, რომ ვახო სანაიასთვის 14 დღიანი პატიმრობის შეფარდება ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს. საგანგებო განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელა წერია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის. ეს არის მართლაც დისტოპიური რეალობა, როდესაც ჟურნალისტის, ცნობილი ჟურნალისტის 14 დღიანი დაკავება, დაპატიმრება ხდება სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის. ამ კანონების მიზანი რეალურად არის პერსონიფიცირებულად იმ კონკრეტული ადამიანების ჯგუფის მიზანში ამოღება, რომლებიც გამოხატავენ პროცესს. ვახო სანაია მომდევნო ორ კვირას მცხეთის იზოლატორში გაატარებს. ის სამარტოო საკანში შეასახლეს. დღეს სანაია ადვოკატმა მოინახულა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ გაჩუმების მიზნით დააკავეს და არაპირებს პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგაც საკუთარ თავს ცენზურა დაუწესოს. ნახე ვახო კარგად არის, თავს კარგად ცნობს, მხნედ არის შემართებით და ელოდება როდის გავა 14 დღე რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მოქალაქემ. ეს არის ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ. რატომ შეარჩიეს ვახო სანაია? ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და ამით ცდილობენ დააშინონ საზოგადოება და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ის რიგითი მოქალაქეებიც, რომელსაც ქართული ოცნების ქმედებების გამო პროტესტი აქვთ. სიტყვის გამო ჟურნალისტის ციხეში გაშვება ეს არის ტიპიური რუსული ხელწერის, პუტინისტური ხელწერის შემოტანა საქართველოში.
ამას აქვს ერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტად დააშინონ საზოგადოება, არა მხოლოდ ჟურნალისტებზე ვლაპარაკობ, ყველა რიგითი მოქალაქე, რომ როდესაც მერის მიერ ცუდად გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო ადამიანს სახკარით თავზე ჩამოენგრევა, გაჩუმდეს, შეეგუოს და ხმა ვერ ამოიღოს. როდესაც უკანონოდ დააკავებენ ადამიანს და ციხეში ჩასვავენ შეკერილი საქმით, გაჩუმდეს, შეეგუოს და ხმა ვერ ამოიღოს. ამ ყველაფრის მიზანი არის ეს, რომ საზოგადოებაში დაისადგუროს ტოტალურმა მდუმარებამ. ვისაც ჯერ ილუზიები აქვს რა ტიპის ქვეყანაში გვაცხოვრებს ოლიგარქის რეჟიმი, უბრალოდ ვთხოვ რომ დაფიქრდეს, შეიჭრნენ ადამიანის პირად სივრცეში და რა ვიცი, ხუმრობის გამო ადამიანს რეჟიმი ციხეში უშვებს, ჟურნალისტს, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს 14 დღით ციხეში. ტელეკომპანია ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვების 2-დან 1 წამყვანი პატიმრობაშია. არხი ბიძინა ივანიშვილის გუნდის ამ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც დარტყმას მედიაზე. ეს არის გონდაკარგული ხელისუფლება, რომელიც მიყვება თავის ძალმომრეობით კურსს და მიყვება მეტი არაფერი აინტერესებს, რაღაცა ცოტა ტკბებიან ამით, რა ქვია, ძალადობით. გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის თანდაყოლილი უფლებაც და ჩვევაც და არავინ დაბადებიდან არ იკავებს თავს თავისი აზრის გამოხატვაში. არ არის ეს ბუნებრივი რამ რა. და შესაბამისად ეს რაც ბუნებრივია, ყოველთვის დარჩება და იმუშავებს ადამიანებს ყოველთვის გაუჩნდებათ, როცა გაბრაზდებიან ვიღაც დეპუტატზე თუ მთავრობაზე, მათი შეგინების სურვილი. აი ამ სურვილს ვერავინ ვერ გააქრობს. ციხე ცარიელი ფურცლების გამო, ციხე აქციაში მონაწილეობის გამო, ციხე ტროტუარზე დგომის გამო და ციხე უკვე სიტყვების გამო. რაც დრო გადის, ქართული ოცნება ცდილობს სულ უფრო მეტი რეპრესია მოუწყოს იმ ხალხს, რომელიც მას არ აღიარებს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას და მიიჩნევს დიქტატორულ რეჟიმად. ეს არის ელენე ხოშტარიას შეფასება ციხიდან. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. დაუკვირდით ამას, ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. ამაზე ჩვენ თუ რეაქცია არ გვექნება, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. ვახოსანაია მცხეთის იზოლატორში 14 დღეს გაატარებს. მისი პატიმრობა ბოჟაძესა და პაპუაშვილზე პოსტების მთელ სერიას მოყვა, თუმცა უკან დახევის ნაცვლად ტელეწამყვანმა ოცნებას ეს შეუთვალა. როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ.